არ არის ესე. ასევე პოლიტიკურ თქვენეულ შეფასებას ვიქოვით ჩვენ, რომ შეიძლება თუ არა ის პარლამენტური დაპირისპირება წაახალისო. აკუთხური დაპირისპირება. ვილაპარაკო იმაზე, რომ წინა ხელისუფლება კუთხეებს ყოფდა. კარგით, 2004 წლის პასუხისმგებლობა გადაცემის სხვა თემა. ბატონ ზურაბ, რომ იმ ადამიანები იყვნენ განადგურებული იქ ადგილზე, ლიკვიდაცია მოხდა. ეს არის გამოსაძიებელი საქმე და აპენებს ეს არის. სხვა გადაცემის რეფორმის მოხდა თუ არ მოხდა, თუ არსებობს ადამიანის აღებული იყო და აპენა იმ ადამიანმა სად არის ამაზე გამოძიება? არაადეკვატური დამსჯელ ოპერაცია იყო და მისი არაადეკვატური ჟესტები, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა მოგიწევთ ამაზე დებატები, თუ შეიძლება ბატონ დავით. არაადეკვატური ჟესტები, ჟესტიკულაცია, რომელსაც ჰქონდა ადგილი, ამან გამოიწვია პროვოცირება, გამოიწვია პირადად ბატონ ზურაბ, დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის მთავარ საკითხს. ბატონ ზურაბ, თქვენ ამბობთ, რომ თუ შეიძლება ბატონ დავით. ადეკვატური ჟესტიკულაცია, რომელიც იყო აგრესიული, მე არ ვამბობ. მე ვამბობ ბარამიძეზე იყო არაადეკვატური ბარამიძის მხრიდან არაადეკვატური რეაქცია მივცე ეს არაადეკვატური რეაქცია ქონდა მისი მხრიდან, რომელმაც გამოიწვია მეტი აგრესია, მეტი არაფერი. უბრალოდ მეტად ადეკვატური რო იყოს თქვენი კოლეგები, ბატონ ზურაბ, თქვენ საუბრობთ, თქვენ ამბობთ, რომ ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ თუ კი რიტორიკა შეიცვლით, პროკურატურას ნაკლები საქმე ექნება, მახსოვს. კი ბატონო, დაუბრუნდეთ საუბრის თემას. ბანო მერაბიშვილის განცხადებას ბატონ ზურაბ. კარგით, ბატონ ზურაბ.